გუდმანის გამათბობელ სჭირს აი ასეთი რაღაცა. მას მოყვება ორი pressure switch-ი. ერთი არის 0.1 და water column-ი WC და პირველი არის 0.97. ანუ თუკი პირველი pressure switch-ი, რომელიც არის 0.1, შეერთებული არის ქვემოთ, სადაც შეიძლება კონდენსატი დაგროვდეს, ანუ აქ ეს რო გაიყინოს და კონდენსატი დაგროვდეს, ის იგრძნობს და აღარ ჩართავს გამათბობელს. ეს არის 0.1-იან. მეორე pressure switch-ი არის 0.9 0.97, რომელიც შეერთებული არის თვითონ ინდუსერ მოტორზე, რომელიც გრძნობს გამწოვის თუ გამწოვი ან ბუხარი ან გამწოვი არის, ასე ვთქვათ, რაიმე არის მასში და გაჭედილი. ეხლა გუდმანის გამათბობელ სჭირს ასეთი რაღაც. ძალიან სენსიტიური არის გამწოვზე. სუპერ სენსიტიური. აქ გვაქვს 45, ეს 90, მეორე 90, მესამე 90, იქ მე-4, მერე მე-5, შემდეგ მიდის პირდაპირ მიმართულებით, მერე მე-6, შემდეგ გამოდის გარეთ, მერე მე-7. 7.90-იანი და წესიერად არ მუშაობს. ითიშება. აი ეს 0.9 არ ირთვება. ეხლა რასაც ეხლა ვიტყვი, ფაქტიურად არალეგალურია, მაგრამ თუ ამის დატესტვა გინდათ, უბრალოდ დატესტვა თუ გინდათ, აი ეს თუბი, რომელიც შეერთებული არის 0.1-ზე, გადმოიტანეთ 0.9-ზე, ანუ გაცვალეთ ადგილები. როგორც კი ადგილს გაცვლით, მაშინ ნახავთ, რომ ეს იყო პრობლემა, გამწოვი. ეხლა დატოვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ადგილები გავცვალოთ, აი ამ სუიჩების, ამას თავის დანიშნულება აქვს, მაგრამ თუ კი გავცვლით, გარანტირებულად მივხვდებით, პრობლემა არის თუ არა გამწოვი. ეხლა რაც შეეხება დასაწრეთს. ზამთარში, რა თქმა უნდა, დასაწრეთი იყინება. აი სპეციალურად როგორც ჩანს კი არა და აქ არის უკეთებული, ეს არის heating კაბელი, რომელიც შეერთებული არის აი აქ. ეხლა ამ კაბელს შევეხებთ, ეს არის თბილი. ასევე ის დახვეული არის დასაწრეთ მილზე და ათბობს, რომ არ გაიყინოს. იმიტომ რომ გარეთ უკვე გაიყინებოდა. რა თქმა უნდა, არ გაიყინება. ეხლა დროებით მე ეს გადართული მაქვს, ანუ ადგილები გავაცვლევინე და ეხლა მუშაობს, ტესტის რეჟიმში მუშაობს. ანუ ვიცით, რომ ფაქტიურად ეს არის პრობლემა. ყოველთვის თუ კი რაიმე პრობლემა შეიძლება წავაწყდეთ, არის გამწოვთან დაკავშირებული პრობლემები.